გამარჯობა. მოდი დღეს ვისაუბროთ ემოციებზე. ემოციები ეს არის მამოძრავებელი ძალა, რომელსაც შეუძლია გვიკარნახოს ჩვენი ქცევა, კომუნიკაცია და აზროვნებაც კი. ჩვენი აღქმის უმეტესი ნაწილი განისაზღვრება მხოლოდ ჩვენი ემოციური გაცნობიერებით. მაგრამ ცოტამ თუ იცის, რომ ემოციები ჩვენივე ენერგიის გამოვლინება. ისინი გამოწვეულია გარკვეული ფსიქოლოგიური ფაქტორების გავლენით, რომელთაგან თითოეულ ცდილობს გონებას თავისი გზავნილი მიაწოდოს. იმისთვის, რომ მოვახდინოთ ემოციების უკვეთ გარკვევა, ადამიანებმა მათ სხვადასხვა სახელები მიანიჭეს. სწორედ ეს გვეხმარება უკეთ ორიენტირების და ის რომ მივცეთ მათ სწორი დახასიათება. მე მინდა თქვენ შემოგთავაზოთ მოკლე ესეთი პატარა ვიდეოები, როგორც არის ჩემს გვერდებზე, ემოციების მნიშვნელობებზე. მე მინდა რომ თქვენ შეძლოთ სწორად აღიქვათ ყველაზე ფაქიზი კავშირი თქვენს ცნობიერსა და სულს შორის. ასე რომ მოდით გავარკვიოთ საწყისისთვის დავიწყოთ 7 ყველაზე გავრცელებული ემოციით და მათი რეალური მნიშვნელობები რა არის. ესენია პირველი იქნება ბრაზი, მერე შიში, სიხარული, სევდა, სირცხვილი და დანაშაულის შეგრძნება და შური. ეს არის ის ემოციები, რომლებზეც მე გავაკეთებ პატარა ვიდეოებს, მოგაწვდით. თქვენ კიდე არ დაიზაროთ და გაუზიარეთ მეგობრებს ჩემი YouTube არხი და გამოიწერეთ, ასევე Facebook და Instagram გვერდი. მას დავიწყოთ. ბრაზი. ბრაზი ეს არის ემოცია, რომელიც ჩნდება მაშინ, როცა ადამიანი გრძნობს უსამართლობას, საფრთხეს ან დაბრკოლებას მისი მიზნის მიღწევაში. საკუთარი მიზნის მიღწევაში. ის შეიძლება იყოს როგორც რეალური, ისე აღქმული საფრთხის ან წყენის პასუხი. გაბრაზება ყოველთვის ასოცირდება რაღაც უკიდურესად ნეგატიურთან, მაგრამ ეს ემოცია გვხვდება ჩვენ ბევრ ურთიერთობებში. მაგალითად, ის საშუალებას გვაძლევს დავიცვათ პირადი საზღვრები, დავიცვათ ჩვენი გრძნობები და ვიპოვოთ გამბედაობა სირთულეებთან გამკლავებისას. თუ ჩვენ ბრაზს დავთრგუნავთ, ხალხმა შეიძლება ის გამოიყენოს თავის სასარგებლოდ, მაგრამ თუ ზღვარს გადავაბიჯებთ, მაშინ გამოდის, რომ ჩვენ თვითონ ვარღვევთ სხვის უფლებებს, სხვის საზღვრებს. ბრაზის გამომწვევი მიზეზები შეიძლება იყოს შემდეგი: შიში ან თავდაცვის საჭიროება, უსამართლობის განცდა, ფრუსტრაცია, როდესაც რაღაც არ გამოდის ისე, როგორც გინდა, პატივის ან საზღვრების დარღვევა, ძირითადად ამის გამო ხდება გაბრაზება. როგორი გამოვლინება აქვს ბრაზს? ფიზიკურად ბრაზის გამოვლინების მაჩვენებელია, რომ გულისცემა გვიჩქარდება, კუნთები იჭიმება და სუნთქვა ღრმავდება, აჩქარებული, გაღრმავებული სუნთქვა, რასაც ქვია. ფსიქოლოგიურად აზრები შეიძლება გახდეს აგრესიული, შურისმაძიებელი ან დამაბნეველიც კი. ქცევით ვლინდება ყვირილით, სარკაზმით, სიტყვიერი ან ფიზიკური აგრესია, ან პირიქით, ჩახშობილი, დუმილი ბრაზი ქვია მაგას, ესეთი ჩუმი ბრაზი, რომელიც კარგი არ არის სხვათა შორის. ბრაზი ეს არის იარაღი, რომელიც შეგვიძლია გამოვიყენოთ ჩადენილი ნებისმიერი უსამართლობასთან დასაპირისპირებლად. და არ აქვს მნიშვნელობა ვის წინააღმდეგ არის მიმართული, საკუთარი თავის წინააღმდეგ თუ სხვა ადამიანის წინააღმდეგ. მოდი ნახოთ თქვენ როგორ იყენებთ ბრაზს. როგორ შეიძლება გამოვლინდეს ის და რა დროს. ბრაზის ფსიქოლოგიური ფუნქცია საზღვრების დაცვა. ბრაზი ეხმარება ადამიანს გააცნობიეროს, რომ მისი პირადი სივრცე ან ღირებულებები და ირღვა.
შემდეგი არის ენერგიის მობილიზაცია. იგი აძლიერებს ენერგიას და მოქმედებისკენ უბიძგებს. საჭიროა ეს ენერგია სწორად მივმართოთ. ოღონდ. შემდეგი არის იდენტობის დაცვა. ბრაზი გვიჩვენებს, რომ პირადი მე თავს იჩენს მაშინ, როცა ის მუქარას გრძნობს, ან მას არაგულწრფელად ეპყრობიან. საიდან შეიძლება რომ გქონდეს ბრაზ ადგილი ჩვენს ცხოვრებაში, სად არის ბრაზის სათავეები. პირველი ეს არის დაუკმაყოფილებელი საჭიროებები, მაგალითად სითბოს, პატივისცემის, მოსმენის ან მხარდაჭერის ნაკლებობა. შემდეგი დაქვემდებარებული ემოციები. ხშირად ბრაზი ფარავს სხვა, უფრო გრძნობიარე ემოციებს, შიშს, ტკივილს, სირცხვილს ან უარყოფას. შინაგანი კონფლიქტები. ბრაზი შეიძლება აღიძრას მაშინ, როცა პიროვნება შინაგანად ორ სურვილს შორის არის გაჭედილი. არჩევანის წინაშე როდესაც და ეს არის სურვილს შორის დაიცვა საკუთარი თავი და არ დაკარგოს ურთიერთობა ნებისმიერ გარშემო მყოფებთან. ანუ, როდესაც არჩევანის გაკეთება უწევს და ვერ აკეთებს არჩევანს. დაიცვა საკუთარი თავი თუ არ დაკარგო ურთიერთობები სხვებთან. ეს იგულისხმება ამაში. როგორია ბრაზის გამოვლენის სტილი? ფსიქოლოგიაში არსებობს ბრაზის გამოხატვის სამი ძირითადი სტილი. პირველი ეს არის პასიური, ჩახშობილი ბრაზი. ადამიანი არ გამოხატავს ბრაზს, მაგრამ შინაგანად განიცდის მას ბრაზს, რაც ხშირად იწვევს დეპრესიას, ფოთვას და სომატურ სიმპტომებს. სომატურ სიმპტომებში ნებისმიერ დაავადებაში შეიძლება გადავიდეს. შემდეგი არის აგრესიული ბრაზი. ბრაზის უკონტროლო გამოხატვა, რაც იწვევს სხვების დაშინებას ან დაშავებას. ეს ხელს უშლის ჯანსაღ ურთიერთობებს. აგრესორები ამით ხელმძღვანელობენ. შემდეგი არის ასერტიული ბრაზი. ესეთი ჯანსაღი ფორმა ბრაზის. ზრდასრული მიდგომებით. ზრდასრული ადამიანის. ბრაზის გააზრება და გამოხატვა ისე, რომ შენს აზრებსა და გრძნობებს პატივს სცემ და ამავდროულად არ ზიანდებიან სხვები. შენი, ესე ვთქვათ, გაწონასწორებული სწორად ნათქვამი. თუნდაც ბრაზით. უკაცრავად. როგორ მოქმედებს ბრაზი მენტალურ ჯანმრთელობაზე? გადაუმუშავებელი ბრაზი ხშირად უკავშირდება ისეთ მდგომარეობების გაჩენას, როგორიცაა ქრონიკული შფოთვა, დეპრესია, დაბალი თვითშეფასება, დამოკიდებულებები, გახშირებული და უკონტროლო ბრაზი ასევე გავლენას ახდენს ფიზიკურ ჯანმრთელობაზე. ზრდის არტერიულ წნევას, კარდიოვასკულარულ რისკს და იმუნურ სისტემას ასუსტებს. როგორ უნდა მოვახდინოთ ბრაზის გაცნობიერება და მისი ტრანსფორმაცია? პირველი, რაც უნდა გავაკეთოთ, ეს არის თვითდაკვირვება. რაზე ვბრაზდები სინამდვილეში? კითხვა, რომელიც ბრაზის უკან რეალურ ემოციებსა და საჭიროებებს ავლენს. როდესაც გაბრაზებული ხართ, დაუსვით საკუთარ თავს შემდეგი კითხვები და გაიგეთ ამ ემოციის არსი. იმ ბრაზის უკან ემოციის. რა არის ის? კითხვები არის ესეც შემდეგი. რა არის ის, რას ვიცავ მე? პირველი კითხვა. მეორე, რა მჭირდება მე, რომ შევინარჩუნო ან აღვადგინო? რისთვის მჭირდება ეს ყველაფერი? ემოციების ამოცნობა. ბრაზი ხშირად ზედაფენა, ესეთი ბრაზი აგრესია, გაბრაზება, რომლის ქვეშ იმალება სხვა გრძნობები. და ეს კითხვები სწორედ დაგვეხმარება მაგის ამოსაცნობად. შესაფერისი გამოხატვა, სწავლა, როგორ გამოვხატოთ ბრაზი კომუნიკაციის გზით.
ფიზიკური აქტივობებით ან კრეატიული საშუალებებით, რომლებიც დაგვეხმარება განეიტრალებაში ჩვენი ბრაზის. პერსონალური პასუხისმგებლობა, რა უნდა ვისწავლო ამ ბრაზისგან. ბრაზს შეგვიძლია ხედავდეთ, როგორც გზავნის ჩვენი მესს. ჩემი სული, რომელიც ითხოვს, რომ მას ყურადღება მიაქციოთ. ანუ პერსონალური პასუხისმგებლობა მას გულისხმობს. ანუ მე ვარ გაბრაზებული შენზე, იმიტომ რომ მესიჯად ჩემი მე ითხოვს, რომ ყურადღება მომაქციოთ. სხვათა შეხშია ეს. ვერ ხვდებით ადამიანები ამას. ასევე გთხოვთ გაითვალისწინოთ შემდეგიც. თუ თქვენ რეგულარულად გრძნობთ საკუთარ თავში ბრაზს, გაითვალისწინეთ შესაძლებლობა იმის, რომ დეპრესიაში იყოთ. ეს განსაკუთრებით ეხება მამაკაცებსაც. თუ სიბრაზის განცდა მუდმივად გამოწვეულია წვრილმანებით, მაშინ ღირს თერაპევტთან ან სხვა სპეციალისტთან დაკავშირება, თუნდაც ჩემთან. ეს შეიძლება ნიშნავდეს, რომ თქვენი გონებრივი ენერგია რაღაცნაირად იწურება. დაიმახსოვრე, რომ შენი ემოციები არ არის იმისთვის, რომ ზიანი მოგაყენოს. ისინი იმ ლექსიკის ნაწილია, რომელსაც გული იყენებს იმის სათქმელად, თუ რა ხდება შენში. ასე რომ თქვენი ბრაზი შეგიძლიათ აკონტროლოთ და გამოიყენოთ ის სწორად. არ გერქვათ, რომ თქვენ ხართ მუდმივად ბრაზიანი დესპოტი. ჯანმრთელობას და წარმატებას გისურვებთ სულ ყველას. მადლობა.